უხუცესი მოცეკვავეები მთიანი აჭარიდან. ჩვენი ბერმუხა ითვლის წლებს 86 წელში დაარსდა. იქიდან წამოსული დღემდე ვცეკვობთ. დიდი სიყვარულით ვარ და აი იმ სიყვარულით მოვდივართ აქამდე და მოვედით და დღესაც ვცეკვავთ. აი ეს სიყვარული გვამოდროებს ჩვენ. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენი სახელი თუ შეიძლება. ჯორბენაძე გიგლა. და რა ქვია თქვენს კოლექტივს? ჩვენს ანსამბლს ქვია ბერმუხა. საიდან ხართ? ხულოს რაიონიდან. კარგი, წარმოგიდგინეთ თუ შეიძლება ნომერი. წარმოგიდგენთ ცეკვა განდაგანა. სოლომონიძე შოთა 72 წლის და თანახმოვრივია და არ წადებენ ამ ყველაფერს. მონაზერევას მე ვაიმე. აი 70 იქნება ესა 83 წლის აჯან ბაბუ. 83 წლის არის შაღალიძე ბაირამ 85 წლის არა ჩვენ ესე არ გამოგდის. ხედავ შენ. მაგას ეს 70 წელი კიდე გინდა რომ ახამდე ჯორბენაძე გიგლა ორა გენრიევას მოდი. 79 წლის ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან მაგარი. მართლა აი ისეთი მუხტი შემოიტანით, ისეთი ენერგია, რომ აღფრთოვანებული ვარ, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. მე მოკლედ ვიტყვი, მე სიმართლე გითხრათ, აი ბედნიერი ვარ ამ ადამიანებს რომ ხედავ სცენაზე და კიდე აქვთ იმის ძალა რომ ესე იცებონ და წარმოაჩინონ თავის ნომერი. აი მართლა უბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ეს სიმართლე ყველაფერი. ბედნიერი მოკლედ რა უნდა თქვა არ ვიცი ადამიანმა ესე მე უსურვებდი მე ჩემ თავს თქვენს და მეგობრებო თელდარბას უსურვებდი რომ აი ეს ენერგია და ეს ხალისი შეგშენოდეს თქვენ ასაკშიც ერთმა კარგად გამყოფოთ სულ და პირდაპირ გადავიდეთ მე მგონია შეფასებას მე ვამბობ კის და თქვენ არ ვიცით. რა თქმა უნდა კი სამი კი ბრავო. წარმასარიკი ალბათ არასოდეს ყოფილა დარბაზი და ჟიური ასეთი ერთსულოვანი. მოხუცებმა ბედნიერების, სიხარულისა და სიამაყის წუთები გვაჩვენეს. ასე დასრულდა დღე ნიჭიერში.